ეთილი. დავიწყოთ მაშინ. მოგესალმებით. ჩვენ გვაქვს დიასპორის კომიტეტის მორიგის სხდომა. კვორუმი გვაქვს? კვორუმი გვაქვს. მაშინ შევუდგეთ. დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს ერთი საკითხი. ეს არის ჩერქეზული კულტურის ცენტრის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა. თუ სხვა საკითხები ან განცხადება არ გაქვთ, მაშინ დავამტკიცოთ ეს დღის წესრიგი, ვინ არის მომხრე? ეთილი, დიდი მადლობა. დღეს მოხსენებელი გახლავთ ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნუგზარ ანთელავა. ბატონო ნუგზარ, გისმენთ ყურადღებით და შემდეგ უკვე თქვენი მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში თუ იქნება კითხვები, შემდეგ. ასე რომ დიდხანს არ დაგაყოვნებთ. მე მინდა ჯერ თავდაპირველად ზოგადი ცნობები მოგაწოდოთ ჩვენი ცენტრის საქმიანობის თაობაზე. სახელმწიფო მშვიდობიანი არსებობის, მდგრადობისა და განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი და უზრუნველყოფელი განათლებისა და მეცნიერების სისტემაა. ამ სისტემის სრულფასოვანი მოქმედების წარმატებისა და სტაბილურობისათვის ზრუნვა სახელმწიფოში არსებული ყველა სამეცნიერო კულტურული დაწესებულების ვალდებულებაა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩერქეზული კულტურის ცენტრიც საფუძვლიანად იზიარებს ამ მისიის არსს და მასზე დაყრდნობით აყალიბებს თავის სამეცნიერო კვლევით თუ კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამას. ცენტრის კონცეპტუალური მოსაზრებების გეგმიურად რეალიზება, გრძელვადიანი თუ მიმდინარე მიზნების განმახორციელებელი საქმიანობის ანალიზი, სწორი მენეჯმენტის შემუშავება, ბიუჯეტის ოპტიმალური დაგეგმა, დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება ცენტრის წინაშე მდგარი პირველი რიგის ამოცანებია. ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის შედეგად უდიდესი ძალისხმევის ფასად ამ გამოწვევებს დღემდე წარმატებით ვართმევ თავს და მშვიდობიანი მომავლის სტრატეგიის გააზრებით საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციის ჩარჩოებში მომავალში განსახორციელებელ სამოქმედო გეგმასაც უფრო დიდი შემართებით ვსახავთ. ჩერქეზული კულტურის ცენტრი, რომელსაც ამ წლის 16 თებერვალს 13 წელი შეუსრულდა, მართალია სტრუქტურულად საკმაოდ პატარა დაწესებულებაა, მაგრამ თვისობრივად და ფუნქციურად მეტად აქტიურ, ამბიციურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რასაც მოწმობს მისი ედიგით განხორციელებული სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებათა სიუხვე და მრავალფეროვნება. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციის დოსიე ითვლის 70-მდე ბეჭდურ პუბლიკაციას. ესენია ფუნდამენტური ხასიათის საავტორო მონოგრაფიები, ავტორთა ნაშრომების კრებულები, ფუნდამენტური კვლევითი პროექტების ანგარიშები, კონფერენციათა და სესიათა მასალები, უცხოელ მკვლევართა ნაშრომებისა და კავკასიის ხალხთა მხატვრული ჟანრის ლიტერატურის თარგმანები და სხვა. 210-ზე მეტ გამოფენას, ფერწერულ საარქივო დოკუმენტებს, რარიტეტულ გამოცემებს და ასე შემდეგ არ შეუდგები ბოლომდე ჩამოთვლას. ნაციონალური კოსტუმების, კავკასიური თავსაბურავების, ეროვნული სამზარეულოს და სხვათა წარმოჩენას. საერთაშორისო სტატუსის მქონე სამეცნიერო სიმპოზიუმებისა და კონფერენციების შემეცნებით საგანმანათლებლო სემინარებისა და სადარგთაშორისო სამეცნიერო სესიების, ლიტერატურული ფესტივალების, მიძღვნით შემოქმედებით საღამოების, ფორუმების, საზაფხულო სკოლებისა და გვირაბულების მთელი არსენალი გვიგროვდება. ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ კვლევებში ძირითადი ადგილი ეთმობა ჩერქეზი ხალხის ეთნოკულტურის, ენების, ისტორიის, მეცნიერულ შესწავლასა და პროპაგანდას საერთაშორისო მასშტაბით. თუმცა ბრძანებულებაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩერქეზული კულტურის ცენტრის შექმნის შესახებ იმთავითვე აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაციის მიზანი აგრეთვე უნდა ყოფილიყო სრულიად ჩრდილოკავკასიის ხალხთა და თვითმყოფად კულტურათა შორის დიალოგის დაწყება.
საქართველოს ინტელექტუალური რესურსის გააქტიურება, მეცნიერებისა და კულტურის თვალსაშინო წარმომადგენლების, ასევე უცხოეთში არსებული კავკასიოლოგიური ცენტრების გაერთიანება კავკასიის რეგიონში უფრო ინტენსიური და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მისაღწევად. სწორედ ამ კონცეპტუალური მოსაზრებების შინაარსზე დაყრდნობით ორგანიზაციის ინტერესთან სფეროში შემოდის ჩერქეზების გარდა ყველა სხვა კავკასიელი ხალხი, აბაზები, ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ოსები, მათ შორის აფხაზები არ არიან ჩრდილოკავკასიელები, მაგრამ ამაში მაინც ჩართულები არიან. ჩერქეზული კულტურის ცენტრს ჭიდრო კავშირი აქვს სოფლიოს 40 ქვეყანაში მცხოვრებ დაახლოებით 7 მილიონიანი ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან. ცენტრი ყოველწლიურად აღნიშნავს ჩერქეზთა და ზემოთ ჩამოთვლილ სხვა კავკასიელ ხალხთა ნაციონალური მნიშვნელობის ისტორიულ თარიღებს. ეწევა აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას წმინდა სამეცნიერო პოპულარული, მხატვრული, ლიტერატურული მიმართულებით, ქმნის ნოყიერ ნიადაგს მომავლის პერსპექტივაზე გათვლით. მიიჩნევს, რომ ჩრდილოკავკასიის ერებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა მხოლოდ რეგიონის პრობლემატიკის კვალიფიციურ ცოდნას ეფუძნება. სამისოთ კი აუცილებელია თითოეული კავკასიელი ხალხის ენის, ისტორიის, კულტურის, ეთნოფსიქოლოგიის მაღალპროფესიონალური შესწავლა. იდეური მოკავშირეების ძიება და მონათესავი ინსტიტუტებისაგან მხარდაჭერისა და აღიარების მოპოვებისათვის ზრუნვა ყოველი ამბიციური ორგანიზაციის მიზანსწრაფვაა. ჩერქეზული კულტურის ცენტრი მუდამ ჯეროვან ყურადღებას მიაპყრობდა საერთაშორისო და ადგილობრივ პოტენციურ პარტნიორებთან კავშირების დამყარებას, რაც იმთავითე ურთიერთსარგებლიანობის პრინციპს ეფუძნებოდა და ეფუძნება დღესაც. თანამოაზრეთა შემოსაკრებად მუშაობა ორგანიზაციის გახსნის პირველივე წელს წარიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმის ფორმატში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოს, ჩრდილოეთ კავკასიის, ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის, იორდანიის, შვედეთის, ისრაელის არაერთ კვლევით, საზოგადოებრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს პოლიტიკური კვლევის ცენტრი ჯეიმსტაუნის საერთაშორისო ფონდი, საერთაშორისო ჩერქეზული კონსილიუმი, ჩერქეზ-ბანოვანთა ასოციაცია, პოლონეთის ხატების მუზეუმი, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, აფხაზური სახლი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იერუსალიმის აღმოსავლური პარტნიორობის ინსტიტუტი, ყოველთვიური საზოგადოებრივი ლიტერატურული ჟურნალი ცისკარი, გაზეთი ლიტერატურული საქართველო. ჩამოთვლილ პარტნიორთაგან ბევრთან კავშირი ჩვენი ცენტრისთვის ფრიად შედეგიანი აღმოჩნდა, მაგალითისათვის საერთაშორისო ჩერქეზული კონსილიუმისა და ჩერქეზ-ბანოვანთა ასოციაციის დაფინანსებით განხორციელდა და კვლავაც რეალიზდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, კერძოდ ცენტრში მომზადებული რამდენიმე ბეჭდური წიგნის გამოცემა. ცალკე უნდა ითქვას შვედეთის სამეფოს საუნივერსიტეტო ქალაქების მალმოსა და ლუნდის სამეცნიერო წერებთან ურთიერთობის თაობაზე. მალმოსა და ლუნდის უნივერსიტეტებში, სადაც აქტიურად მუშაობენ მეცნიერ კავკასიოლოგები, გვამარაგებენ უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით, გვიწვევენ სამეცნიერო კონფერენციებზე, მონაწილეობენ ჩვენს მიერ გამართულ ფორუმებში. მალმოსა და ლუნდის უნივერსიტეტებში 8 თვიანი სამაგისტრო კურსი ჩვენი ცენტრის 4 თანამშრომელმა უფასოდ გაიარა და გეგმავთ, რომ 10-მდე ახალგაზრდა ჩვენი თანამშრომელი იქნება თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მათაც ჰქონდეთ შესაძლებლობა მალმოში გაიარონ ეს 8 თვიანი კურსები მაგისტრანტის. დიახ, ეს არის ზოგადი სურათი, თქვა ჩვენ რაც საქმიანობ, ვისთან გვაქვს კონტაქტები და ასე შემდეგ. ჩერქეზული კულტურის ცენტრის საქმიანობა ახლა მე იმ დღიდანვე კონკრეტულად ყველაფერი ჩამოვარაგრაგო, ეს მოითხოვს ძალიან დიდ დროს და ამიტომ მე გადავწყვიტე ამეღო ბოლო 2 წელიწადი.
ანუ 2023-2024 და 25-ზეც ვილაპარაკებ ისე როგორც საჭირო. 23 წელი ხო ძალზე ნაყოფიერი იყო ჩერქეზული კულტურის ცენტრის კვლევითი საქმიანობა 23 წელს. გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული 3 მონოგრაფია. კავკასიის ხალხები, კულტურები, ენები, ეს გახლავთ ძალზე ფუნდამენტური ნაშრომი, რომლის მსგავსი დღემდე არ დადებულა ქართულ კავკასიოლოგიაში. ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია და ეთნოლინგვისტურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. ეს ლექსიკონიც არ არსებობდა და შევქმნით ჩვენ. 2023 წელს ჩატარდა ერთი საერთაშორისო, ერთიც ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები და ერთი საერთაშორისო ხასიათის სამეცნიერო სესია, რომლებიც კავკასიურ თემატიკაზე იყო ბაზირებული. კონფერენციასა და სესიებში მონაწილეობა მიიღეს როგორც კავკასიის რესპუბლიკიდან ჩამოსულ მკვლევარებმა, ისე თურქეთის, შვედეთის, პოლონეთის კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა. 2017 წლიდან ჩერქეზული კულტურის ცენტრი ანაკლიაში, ეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გახლავთ, ატარებს კავკასიური პოეზიის ფესტივალს. მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. ეს ღონისძიება მოეწყო 23 წელსაც, რა თქმა უნდა, ფესტივალში, რომელიც კავკასიურ სამუსიკო, ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის თანხლებით წარიმართა და ქართულ, აფხაზურ, ოსურ, აბაზურ, ჩერქეზულ, ინგუშურ, ჩეჩნურ, დაღესტნურ და რუსულ ენებზე წარიმართა, მონაწილეობა მიიღებს ქართველმა და ჩილოკავკასიელებმა, პოეტებმა, პროზაიკოსებმა და ლიტერატურის მცოდნეებმა. ჩერქეზული კულტურის ცენტრის 23 წლის აქტივობებიდან აღსანიშნავია ყველა ის ღონისძიება, რომელიც ჩერქეზებისა და კავკასიის სხვა ხალხების ეროვნული მნიშვნელობის ისტორიულ თარიღებს უკავშირდება. ყოველ ასეთ ღონისძიებაზე ჩრდილოკავკასიელებიც არიან მოწვეული. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება გაგრძელდა 24 წელსაც. აღინიშნა ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე 14 მარტი, ჩერქეზული დროშის დღე 25 აპრილი, ჩერქეზთა გენოციდის დღე 21 მაისი, რომელიც თანხლებული იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული ჩერქეზული ტრადიციული საბრძოლო იარაღების გამოფენით. ჩატარდა ერთი საერთაშორისო და ერთიც ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები და ერთი საერთაშორისო სამეცნიერო სესია. რაც შეეხება 25 წლის გეგმას, მოგახსენებთ, რომ უკვე დავაფუძნეთ სერიული გამოცემა კავკასიური ეტიუდები, აგრეთვე ჩერქეზული კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო უნივერსიტეტი, სადაც ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ქართველი და ჩილოკავკასიელი მეცნიერები, რომელთა მსმენელები იქნებიან კავკასიის ხალხთა ისტორიით, კულტურით და კულტურით დაინტერესებული ნებისმიერი ასაკის მოქალაქეები. გარდა ამისა, დავამკვიდრეთ და ტრადიციად ვაქცევთ აუცილებლად საჯარო მოხსენებებს, როგორც ჩვენს ცენტრში, ისე პარტნიორ კვლევით ორგანიზაციებში. თებერვლის თერში წაკითხული იქნა 2 მოხსენება. პირველი გახდათ ინგუშთა ეროვნული იდენტობის რელიგიური მარკერის ფორმირების პროცესი მე-18-მე-19 საუკუნეებში, ხოლო მეორე რომელიც წაკითხული იქნა საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ეს გახლავთ ისტორია და მითი ფრანკლინ ანკერსმიტის ფილოსოფიურ კონცეფციაში. 25 წლისთვის გეგმავთ შემდეგ აქტივობებს. ეს ახლა ის რაზედაც ამოსდარი, ეს იყო იანვარ-თებერვლის თვეები, რაც მოახერხეთ. გეგმავთ შემდეგ აქტივობებს. უკვე შეიქმნა და გამოსაცემად მომზადდება დიდი მოცულობის წიგნი, ეს გახლავთ ჩერქეზული ბიბლიოგრაფია, ეს არის ძალიან 1300 გვერდამდე წიგნი, რომელშიც თავმოყრილია ჩერქეზებზე არსებული ყველა ლიტერატურა. ქართულად იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ამას. დიახ, აგრეთვე გამოსაცემად უნდა მომზადდეს დასრულებული მონოგრაფია ალბომი ჩერქეზეთი და ჩერქეზები დიმიტრი ერმაკოვის შემოქმედებაში. მოგეხსენებათ თქვენ, რომ დიმიტრი ერმაკოვი იყო ჩვენთან ფუძემდებელი, ერთ-ერთი ფუძემდებელი ფოტოგრაფიის ზოგადად და მისი ნამუშევრები არის
საოცარი წყარო საიმისო დრო შეისწავლო თქვა კავკასიის ნებისმიერი ხალხი მათ შორის ქართველებიც რა თქმა უნდა გარკვეული კუთხით დავიწყეთ მუშაობა მონოგრაფიაზე მამაკაცური და ქალური სუბკულტურები კავკასიაში მე ადრე მქონდა წიგნი აგერდევს ქალი და მამაკაცი კავკასიურ ტრადიციაში მაგრამ აქ მიდგომა არის აბსოლუტურად გენდერული რა ამ ახალ იმაში ის როგორც არის თქვათ როგორც იყო ტრადიციულად და ნაწილობრივ დღესაც გრძელდება იმის აღწერაა და მე იმის ანალიზი მაგრამ ეს არის წმინდა გენდერული ხასიათის მონოგრაფია იქნება რა ვაპირებთ მოაწყოთ ჩერქეზი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა იმიტომ რომ ითხოვენ თვითონ თბილისში უყვართ ჩამოსვლა და მხატვრებს განსაკუთრებით რამდენჯერმე იყო მათი გამოფენა და წელსაც აუცილებლად მოვაწყობთ ვაპირებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავატაროთ ახალგაზრდა კავკასიოლოგთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე კავკასიის ხალხების ეთნოგენეზის პრობლემები ესეც ჩვენი სიახლეა საერთოდ არ ყოფილა ახალგაზრდა მეცნიერების ყოველ შემთხვევაში კავკასიელების კონფერენცია არ გამართულა რა საქართველოში და შარშან რო მქონდა დეკემბრის თვეში ისეთი ბედნიერები იყვნენ არ ვიცი ვერ გადმოგცემ რა თქმა უნდა ჩერქეზები იყვნენ სხვებიც ჩეჩნები ინგუშები დაღესტნელები და ასე შემდეგ დიახ გეგმამ ჩავატაროთ ორი ფესტივალი ერთზე უკვე მოგახსენეთ ეს გახლავთ კავკასიური პოეზიის ფესტივალი რომელიც ანაკლიაში იმართება და სუგდიდის მერის წყალობით ჩავარდნა მქონია 2017 წლიდან ესა და მეორე ფესტივალი გახლავთ კავკასიური იავნანების ფესტივალი სადაც მინდა ბატონო სადაც გვინდა მოვიწვიოთ ესე იგი ყველა კავკასიელი ოღონდ რა თქმა უნდა თუ ამის საშუალება მოვიძიეთ და მოვიწვევთ კიდევ ალბათ კიდეც იმიტომ რომ ვთხოვთ რომ ჩვენ გვაქვს შეზღუდული ბიუჯეტი ისეთი თქვათ არც თუ დიდრები ვართ ამ ხრივ და ამიტომ ისინიც გაგვიწევენ ალბათ ისევ ანაკლიაში, იმიტომ რომ მერია, ზუგდიდის მერია ჩართულია ჩვენ ღონისძიებებში და ამასაც ცოტაც დაგვიფინანსებს მაინც რა, იქ ჩავატარებთ რა, მე მგონი საშუალება ყოველგვარი არის დაბინავების, კვების ყველაფერი და ალბათ იქა. კულტურის სამინისტროს შეგვიძლია გთხოვოთ და ჩავთვალოთ ალბათ რა? და კულტურის სამინისტროს სტრუქტურულად დალაგებული და ფინანსებით პრობლემა არ არის ლოკაციის. რა თქმა უნდა. დიახ. შოთა რუსთაველის სახელով დიახ, იავნანები, ნუ კარგი იქნება და ამაში გვინდა ჩვენ ჩავთოთ აუცილებლად ჩვენი კონსერვატორია, იქ ესე იგი ერთი მიმართულება, მათი კვლევის სწორედ ეს არის და განსაკუთრებით დიახ, ფოლკლორის ცენტრი, კვლევითი საქმიანობა მიმართულებით არ მედის ის ცოტა სხვა რაღაცეებითაა დაკავებული, უფრო მუსიკალური ფოლკლორი თქვა, სიმღერები და კი არის ერთი ორი დაასრულეთ არა, ახლავე დავასრულებ ახლავე დიახ უნივერსიტეტთან ერთად ეს ფესტივალები დიახ შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარსადგენად მომზადდა ფუნდამენტური ხასიათის საკონკურსო კვლევითი პროექტი პრეისტორიული და ძველი კავკასიის ანთროპოლოგიური პორტრეტი რომელიც მიზნად ისახავს პალეოკავკასიური ანთროპოლოგიური სამყაროს რეკონსტრუქციას პროექტის ფარგლებში კავკასიელი ხალხებისა და ენების გენეტიკური წარმომავლობისა და კულტურათა ურთიერთმიმართების პრობლემა კომპლექსურად იქნება შესწავლილი ლინგვისტურ, ეთნოლოგიურ, არქეოლოგიურ და პალეობიოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტს გავამარჯვებიებთ როგორმე რა, იმიტომ არ ამგონია რომ უკეთესი ვინმეს გქონდეს. აი ეს მოკლედ რაც გითხარით, მოგახსენეთ და თუ შეკითხვები იქნება, მეც გამიხარდება. ბატონო გზარ, დიდი მადლობა. უბრალოდ ყოველთვის ახლა მთელი გუნდი შევიკრიბეთ უკვე
კომიტეტზე და მინდა ბატონ ილია ინჯიას მიულოცო თავმჯდომარეობაზე არჩევა. პარლამენტის თავმჯდომარით მოადგილეთ შეირჩა და ავარჩიეთ, შესაბამისად ჩვენი კომიტეტი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა და ასევე მინდა გაუძღოთ ახალი წევრის დამატება ბატონი გოჩაენუქიძე შემოემატა კომიტეტს და დიდი მადლობა ამ ინტერესისთვის უკვე 9 ვართ. რაც შეეხება ახლა დღევანდელ თემას ბატონ უგზარ დიდი მადლობა ამ საინტერესო მოხსენებისთვის. ჩერქეზი ხალხი ზოგადად კავკასიური ცალკეული წარმომადგენლობები გამორჩეული კულტურის და გამორჩეული ტრადიციების ხალხია. ბევრი მსგავსება ჩვენ შორის არის ეს სტუმარმასმისლობა, ვაჟკაცობა, ეს კავკასიური სისხლი და ასე შემდეგ და ყოველშაბათ ძალიან მართლა ეგ არ ვიცოდი. ბევრი საერთო ქონია. როგორც ვთქვით 13 წელია, 13 წელს მოიცავს, რაც თქვენი ცენტრი არსებობს და ამის შესახებ კიდევ ერთხელ რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევით მთელი რიგი გასვლითი ღონისძიებები, დაფინანსებული და ჩართულობა. მე ჩემს კოლეგებს კითხვები აქვთ, მაგრამ დაახლოებით საქართველოში რამდენი ცხოვრობს? აი სტატისტიკა ხო არ გვაქვს აი ჩერქეზი? დიასპორა. ნუ დიასპორას ვერ უწოდებთ ახლა. მაგალითად ცოტა შეიფსო ახლა დაახლოებით 15 ჩერქეზი ახალგაზრდა გასაგები მიზეზების გამო ჩამოვიდა. იმიტომ რომ გასაგებია რომ ისინი ომში არაპირდნენ ჩართვას და შემდეგ. ჩამოვიდა, მაგრამ რა ხდება? ესე იგი თავს გვარიდებენ, იმიტომ რომ არ ჩაეთვალოთ რაიმე პოლიტიკური მასში თამაში და ამიტომ ჩვენ თავს გვარიდებენ ეს ახალგაზრდები. ისე აქ არიან თქვათ 30-40 ოჯახი, მათ შორის სამეგრელოში, პორტში, რომლებთანაც გვაქვს ესეთი მჭიდრო კავშირები. ხშირად ჩამოდიოდნენ, ახლა შესუსტა ეს რაც ომი დაიწყო ამ პერიოდში, შესუსტა, თორე ხშირად ჩამოდიოდნენ და ჩვენს ცენტრს ეძახდნენ ჩერქეზების საელჩოს. იმიტომ დახმარებასაც იღებდნენ ჩვენგან, თქვათ, ნუ რა დახმარებას, იმ ყურადღებას, რა თქმა უნდა. კითხვები ვის გაქვთ? ბატონო ილია, შემდეგ ბატონო დარ, კალტო. აბა, გთხოვთ. ბატონო გზარ, დიდი მადლობა ესეთი საინტერესო შედეგების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საინტერესო იყო ამ წლების განმავლობაში, რაც გაიარეთ. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი მოლოცვისთვის და ბატონ გოჩას დიდი სიხარულით ულოცავ ამ კომიტეტში მობრძანებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი აქ ყოფნა ძალიან მოეხმარება კიდევ უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი მუშაობა. მე რამდენიმე კითხვა მაქვს, თქვენ რამდენჯერმე პირველ რიგში მინდა კითხოთ ერთი საერთო საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩატარდა ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური საზაფხულო სკოლები. დამაინტერესა ამ მიმართულებამ, რადგან აფხაზეთიდან თუ იყო ვინმე ჩართული, როგორ ჩატარდა ეს, იყო თუ არა ახალგაზრდების ერთმანეთთან ურთიერთობა და მომავალში თუ აპირებთ, ან რა შედეგები დადგა ამ საზაფხულო სკოლის შემდეგ, თუ რამე მეგობრული ურთიერთობები თუ გაგრძელდა და ეს ძალიან საინტერესო იყო, ეს ერთი კითხვა. ხო, მეორე კითხვა, თქვენ ახსენეთ, რომ 8 თვიან კურსებზე მიდიოდნენ ახალგაზრდები რაღაცა პრაქტიკების გასავლელად შვედეთში. სამაგისტრო პროგრამის გასავლელად. ბატონო? სამაგისტრო პროგრამით. როგორ მიმდინარეობს, რა შედეგებია და თუ გრძელდება ესეთი რაღაცა? აქედან სამმა დისერტაცია დაიცვა. დიახ. ერთი დაიცავს ძალიან მალე. და ამას უნივერსიტეტებიდან ირჩევა ეს ბავშვები თუ როგორ მიდიშეთ? ამას ჩვენ ვარჩევთ. ესენი ჩვენი თანამშრომლები იყვნენ. თქვენი თანამშრომლები ჩვენ გავაგზავნეთ. დიახ. და ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს ამ მალმოს და ლუნდის ევროპაში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, ლუნდის უნივერსიტეტი და ძალიან ცნობილი. რომ გეგმავთ რომ სხვები წავიდნენ. ხო.
ყოველ წელს გაიარონ, არა, ყოველ წელს ესე არ არის. რა თქმა უნდა, როცა თქვა დაუკავშირდებით, შევაგროვეთ ამ ბავშვებს, დაუკავშირდებით და შეეძლებათ მათ უარს არ გვეწყвиენ, შეეძლებათ ხელი შეგვიწყონ ამაში და აი სამაგისტრო პროგრამას თუ გაივლიან ძალიან კარგი იქნება. რასამო ძალიან მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და რაც შეეხება აფხაზების საკითხს იმ სკოლებთან დაკავშირებით ეს იყო ბარემ ერთ კითხვასაც დავსვამ ერთი აქ გაქვთ ერთი ესეთი საკითხი რომელიც ეხება ჯიქების ეთნიკური კუთვნილების პრობლემა აი რა უფრო ცოტა ღრმად რო აგვიხსნათ რა პრობლემა არის ამასთან დაკავშირებით ესეც всё მე თქვა მეც ეგ არის რაც მაინტერესებს აფხაზები ეს ეთნოგენეზის მათი წარმომავლობის ზოგადად მათი თქვათ მონათესავე ჯგუფების საკითხი არის ყველაზე ურთულესი თქვათ ამ კავკასიელებთან მიმართებაში რა ისინი არიან ძალიან ტენდენციურები უფრო მეცაც გეტყვით რაღაცების პრივატიზებაც კი უყვართ რაღაცის კულტურის მეზობელი ხალხის კულტურის და ასე შემდეგ ახლა ზოგიერთებს რო კითხო, მაგალითად გოხური კულტურა შექმნეს, ვთქვათ, შექმნა მისმა ხალხმა, ვთქვათ. ჩვენი მტკვარ-არაქსის კულტურა, არქეოლოგიური კულტურა, ვთქვათ, შექმნა ეს, ვიტყვი რა ჩერქეზ მეცნიერებიც არიან ძალიან იმის მომხრეები და იმათაც აქვთ, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ გქონია დისკუსია ამ საკითხებზე. და ვერ მიგვიღია იმადგან ისეთი ვთქვათ არგუმენტები არ წარმოუდგენიათ რაც ამის თქმის საშუალებას მისცემ. ახლა რაც შეეხება იმას ჯიქები მითხარით, ხო? ეს ჯიქები აფხაზები ჩემებენ რომ ჯიქები არიან საძები იყვნენ აფხაზები და ასე შემდეგ. ჩერქეზები ამბობენ რომ ჯიქები ჩერქეზული ტომიაო. და მე ვიხრები ამისკენ, რა, იმიტომ რომ არის ვთქვათ ჯორჯო ინტერიანო ერთი იტალიელი ისა რომელმაც აღწერა ეს ისინი ჯიქები აღწერა და სათაურშივე უწერია ჯიქებშიო ესე იგი ჩერქეზებშიო პირდაპირ გეუბნები მე-15 საუკუნის ავტორი და თვითონ ჯიქები ხო ახლა ბევრი არა მაგრამ ვინცაა დარჩენილი იმათ თავი მიდებული აქვს ჩერქეზებზე და უფრო ახლო არიან აი უბიხებიც მაგალითად ჩერქეზული მოდგმის ხალხია უბიხების მე რიგი ჩამოყალიბდნენ ცალკე მაგრამ მაინც მათი მოდგმის ხალხია ხო დიდი ისტორიის მე-13 საუკუნიდან არის ჩერქეზთა დიახ დიდი მადლობა ბატონო და აფხაზებზე მოგახსენებთ რომ ეს ჩატარდა პირველად აი აფხაზებთან ერთად ჩატარდა სხვა კავკასიელებთან ერთად ჩატარდა ბათუმში და მაშინ ბათუმის უნივერსიტეტმა დაგვთო პატივი და იყვნენ რამდენიმე ბავშვი იყო აფხაზი სკოლის მოსწავლე ნუ და ეს იყო 2014 წელი და ეს იყო ალბათ სადღაც მე ზუსტად ვერ ვიხსენებ რომ კლასში იყვნენ მე-4-მე-5 კლასელები ნუ პატარები მაგრამ ახლა დიდები არ მოდიან და ის პატარები ძლივს რა თქმა უნდა მშობლებთან ერთად იყვნენ კი ბატონო ზოგი შერეული ოჯახებიდან იყო თქვათ ქართულ აფხაზური ოჯახებიდან ჩვენ გვაქვს დიახ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა იმ აფხაზებთან რომლებიც აქ არიან თბილისში ახალგაზრდები ერთ-ერთი ის ჩამოაყალიბეს სამთავრობო თავისთავად ორგანიზაცია ამრა და მაგის საზეიმო გახსნაზე ვიყავით ჩვენ მათ უჭირთ ურთიერთობა სახელმწიფო ორგანიზაციებთან იმიტომ რომ იცით ახლა იქ რო ჩავლენ შესაძლოა ამის გამო მაგრამ მოხდნენ ძალიან კარგად ესმის რომ საქართველოს ის ქვეყანა რომელთანაც ერთად უნდა იცხოვრონ ამ ჯგუფმა იცის ყოველ შემთხვევაში მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობს ზოგი ბლოგერი გახდა აქა და აქვეყნებს ისეთ
მასალებს, რომლებიც იქაურ აფხაზ ახალგაზრდობას მოუწოდებს საქართველოს მიმართ შეიცვალეთ თქვა დამოკიდებულება და ასე შემდეგ. მაგრამ ის რო გითხრათ, ისინი ვთქვათ, ჩავლენ და იქ რაღაცას ისა იქ წარმოუდგენელია. მადლობა ბატონო. მადლობა თქვენ. მადლობა პირველ რიგში ბატონ ნუგზარ საინტერესო პრეზენტაციისთვის. ზოგადად ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ და წლების განმავლობაში მქონდა ბედნიერება, რომ არაერთი მოსმენა გაგვეკეთებინა სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიგვიღო ასევე ბატონ მერაბ ხუჭუასთან ერთად თუ სწორად მახსოვს ხო სახელი ჩუხუასთან ერთად თქვენთან ერთად და ზოგადად თქვენ გუნდთან ერთად. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კონკრეტულ კითხვას, რაც მაინტერესებს, ეს არის თქვენს მიერ გაჟღერებული ინიციატივა კავკასიელ ხალხთა იავნანის, ესე ვთქვათ, იავნანების წარმომავლობის და ამის შესახებ კონკრეტული ღონისძიების ფესტივალ ჩამოვლენ იმდერები. ხო, ღონისძიების. აი ეს საინტერესოა. გამომდინარე იქიდან, რომ მარტო საქართველოშია რამდენიმე და სხვადასხვანაირი იავნანა და საინტერესოა თქვათ როგორი იავნანა აქვს ჩერქეზებს, როგორი იავნანა აქვს ყარაჩაევოში, როგორი იავნანა აქვს ჩეჩნებს მაგალითად და ჩვენ კავკასიელ ხალხს განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან გამორჩეული და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ სოფლიოში არც ერთ ხალხს არ შეუძლია გაგება ისე ერთმანეთის როგორც ჩვენ ერთმანეთ. თუნდაც ტრადიციული სამოსი ხო მე მაგალითად ჩერქესი მეგობარი მყავდა ერთი რომელიც მიმტკიცებდა რომ ჩოხა ჩვენიდან არის წამოსული და მერესგან ნუ მოკლედ არის ხოლმე ესეთი განხილვები მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ დიდი ურთიერთობა დიდი პატივისცემა გაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ რაც შეეხება ესე ვთქვათ ფესტივალს რომელიც შესაძლოა გაკეთდეს და ჯერ ესე ვთქვათ ჩანასახშია ეს ყველაფერი ძალიან დიდი სურვილია ჩემი ენთუზიაზმით ჩავერთვები რომ სხვადასხვა მიმართულებით ეს იქნება ფოლკლორის ცენტრი კულტურის სამინისტრო კარგად წარმოჩინდეს საქართველოს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ანსამბლია მაგალითად არა მარტო თბილისში მოქმედი და სახელმწიფო ანსამბლი რეგიონებში განსაკუთრებული იავნანა მაქვს პირადად მე მოსმენილი მათ ყოველდღე რო ფიქრობ ისეთი ნამღერი ხო როგორც ქალბატონების გუნდის ასევე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კაცებიც ისე მღერიან კახური ნანა მაგალითად ჩახოვებით და ყვეულებით ხო ამიტომ რა ვიცი აი ერთ-ერთი მხარდამჭერი ვიქნები ამ საკითხის მე როცა ესე ვთქვათ გვექნება საშუალება ცალკე ფორმატში რომ გავიაროთ დეტალებზე ვისაუბროთ მე მზად ვარ ამ ყველაფრისთვის მაისისთვის ვიქნები მზად შეგხვდეთ და თუ რაიმე გია დაგჭირდება ახლა დაახლოებით ესე იგი მარტო საქართველოს აგერ თქვენ ბრძანეთ ყველა კუთხეში არის ესა და სხვადასხვანაირად მღერია მარტო ქართველები რო შეკრიბოთ ვინც ამას შეასრულებს ამას ვერაუა კაცი და ახლა დაამატეთ ჩრდილოეთ კავკასია დაღესტანში დაახლოებით 30-მდე სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს ახლა ამათ სულ ყველას მოიწვევთ სადგავა ეგა ხო თქვა და ნუ რაღაცა ყოველ შემთხვევაში დასაწყისისთვის ცოტა ისეთი რო იყოს რა ბევრი არ იყოს ძალიან მაგრამ ზოგადი სურათი რო გავიგოთ როგორია განსა ისე ძალიან ახლოა ჩვენი და მათი არა მე იავნანებს მაგაცაც კი ვიცნობ რაღაც თქვა იგივე ჩერქეზულს მაგრამ ახლა რო გითხრათ ძალიან კარგად ვიცი ეგ დარგი არა საერთოდ შესწავლილია და ძალიან ახლოს არის ჩვენი და მათი ხალხური ფოლკლორი მუსიკალური ფოლკლორი ერთმანეთთან ახლოს რაც შეეხება ქორეოგრაფიას იქ ცოტას მოიკოჭულებენ ისინი ამ ახლა გამახსენდა იავნანა აქვთ რძლებს უკვე მოხუცებული იმისთვის რა ქვია მამამქილისთვის თქვენ უნდა ტექსტი ნახოთ მე ჯერ არ მომისმენია ეგა მაგრამ ტექსტი უნდა ნახოთ ხან დასცინის ხან აქებს რა ნუ სტრიქონ შორის რა სტრიქონებს შორის ხან და მაგრამ ამას თავისი ისა აქვს ახსნა და ასე შემდეგ ასე რომ მე ძალიან მინდა რომ ეს გაიმართოს და ამას თავისი რეზონანსი და უცილებლად ექნება და თუ თბილისში გაკეთდება და ახლა ანაკლია მაინც ბოდიშკი ვიხდი ჩემი ის არის
რაიონია და ჩემთვის საყვარელი ადგილია, მაგრამ ის მაინც ის არის რა, პროვინციული ადგილია, ისეთი შორეულია, მე მირჩევნია მაგალითად თბილისში ჩატარდეს და მოისმინოს ყველა და იყოს აბაზე. ნახოთ კონსერვატორია რაც მეტყვის. მოგესალმებით თქვენმა დღევანდელმა მოხსენებამ კიდევ ერთხელ ჩემ გადაწყვეტილებაში რომ ამ კომიტეტის წევრი გამხდარიყავი კიდევ ერთხელ დამარწმუნა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი გამოცდილების და თქვენი რეგალიების ადამიანის ამ საქმეში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საკითხი თვითონ არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე უფრო მეტად ადამიანები დასავლეთისკენ იყურებიან არა მარტო პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა მიმართულებით და ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება გაგვექცეს და მხედველობიდან გამოგრჩეს, იმიტომ რომ თვითონ კავკასიაში იმდენი საოცრება და იმდენი რამეა გასაკეთებელი, რომ რაღაცა შეიძლება დარჩეს ნაკლები ყურადღების მიღმა. განსაკუთრებულად მინდა რამოდენიმე თემა ბატონმა ილიამ წამოწია საზაფხულო სკოლების თემა. როდესაც თქვენ გეგმავთ 25 იქნება თუ ასე შემდეგ, პრიორიტეტებს რის მიხედვით აყენებთ, რომელია მნიშვნელოვანი გასაკეთებლად წელს და რომელი მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ ჩემი როგორც მშობლის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის საზაფხულო სკოლების პრიორიტეტულ დაპრიორიტეტება ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით, განათლების და მეცნიერების მიმართულებით თუ დავიწყებთ საწყის ეტაპებს იმისთვის, რომ დაკარგული ტერიტორიების ნაწილში იქნება ის თუ მთლიანად კავკასიის არეალზე იქნება ამ ბავშვების დაახლოებით, ბევრად უფრო სწორ ნაბიჯებს გადავდგავთ, ასე მგონია ამ მიმართულებით, ვიდრე როდისმე გადაგვიდგავს და აი ეს დაპრიორიტეტება და საზაფხულო სკოლების გაკეთება ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენი ჩართულობა ალბათ თუ ეს საჭირო გახდა, მზად ვართ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული იყოს, რაც შეიძლება, თუ თქვენც ასე თვლით, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული გახდეს. ეს ერთი საკითხი. მეორე, საოცარი ნაშრომებზე, მონოგრაფებზე და წიგნებზე გქონდათ საუბარი. რამდენად ხელმისაწვდომია, მეც მინდა რომ ვნახო ესენი და ალბათ არა მარტო მე. როგორც კი გამოვცემთ ახლა. არა, უკვე რაც გაქვთ ის ენების კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი მართლა მნიშვნელოვანი ნამუშევარი იქნება და ძალიან საინტერესო იქნება კავკასიური ენების კვლევის ნაწილში ის ნამუშევარი, რომელიც რუსთაველის ფონდმაც მადლობა. გამიგზავნით, ოღონდ მე არა ვარ ავტორი, მე ის არ გახლავართ, რა ქვია, ლინგვისტი, ჩუხუას ნაშრომია და ჩუხუას ამ დარგში ამ მიმართულებით ბადალი არ ყავს საერთოდ საქართველოში. და მოგარწმუნეთ. დიდი მადლობა. ეს იყო სულ რაც მინდა მეთქვა, წარმატებები მინდა გისურვოთ და გითხრათ რომ მზად ვარ თქვენ საქმიანობაში პატარა როლიც თუ შემიძლია რომ რაღაცა გავაუმჯობესო ამ ფუნქციითაც მზად ვარ შევასრულო. რაც შეეხება იმას კვირეულებს სკოლებს, ჩვენ 2 წელიწადი დაგვაფინანსა რუსთაველის ფონდმა. მერე ვიღაცებმა შეიტანეს ამ მიმართულებით, იმის შემდეგ საერთოდ ამ მიმართულებით ვერ გავდივართ. ანუ კონკურსში ვერ რა აზრი არა აქვს და შეგვაქვს ახლა აგერ მოგახსენეთ, რომ შეგვაქვს 10 აპრილს გამოცხადდება კონკურსი და იქ შეგვაქვს ერთ-ერთი მონოგრაფია და ეგა. კეთილი, ხო არ გაქვთ კითხვა? ხო, ბატონო გზა. შეიძლება ბატონო ირაკლი, მე ჯერ საჭირო იქნებსაც უნდა ვილაპარაკო, რა გვიჭირს. ხო, მაგას გადავდივარ ახლა. ხო, მოკლედ ქალტო ირმა, ჩვენ ბატონო გზარი ხელსარელი არ მოსულა, აგერ წიგნები დაგვასაჩუქრა, ის გადაეცემა კომიტეტს და ხელმისაწვდომი იქნება. ბატონი ნუგზარის ავტორობით არის კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები, ქალი და მამაკაცი კავკასიურ ტრადიციაში, ჩერქეზული კულტურა, ზოგადად კავკასიელ ხალხთა კულტურა ეს საუკუნეებს ითვლის და საინტერესოა. ბევრი მსგავსება გვაქვს, ბევრი
ერთობლივი ტრადიციები და ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს ამ ხალხთა ურთიერთობას და ეს ცენტრის შექმნილი იმისთვის რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს. ეხლა გისმენთ რა როგორ არის და შემდეგ უკვე. მე პოლიტიკურ თანამდებობაზეც გავხდით ერთი პერიოდი და ძალიან კარგად ვიცი, როცა ლაპარაკი მიდის ხელფასზე. არავის არ სიამოვნებს ეს. მაგრამ 300-400 ლარზე რომ მუშაობს, თქვა, ახალგაზრდა მეცნიერის ქალბატონი, შესანიშნავი სპეციალისტი. იმას რა უნდა მომთხოვო? ახლა გუშინ მითხრა, მე ამ ხელფასს ავიღებ 20-ია, ხვალარი ხელფასი. ამას ავიღებ და უნდა წავიდე და არ გეწყინოს. გასაგებია ჩემთვის რატომ მიდის. იმიტომ მიდის რომ ამით კეთილი ბატონო გზარ ამ თემაზე ჯობია ერთი მინდა დაველაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ყველა მიმართულებით ეს ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის ისა, ეხა მაგალითად საბავშვო ბაღებში, ხო? გადაიხედა ხელფასები 125 ლარი და 10%-ით ყოველწლიურად ვაკეთებ და მათ შორის აიპებშიც ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გვერდში დაუდგეთ ამ თემაზე, შემდეგ უკვე შეგვიძლია უფრო დაწვრილებით ხა გსალაპარაკო ეს თემა. კი ბატონო, მეორე თემა? არა, ამავე თემაზე, ოღონდ ხელფასებზე არა, ჩვენი ბიუჯეტი გახდათ 193.000 ლარი. ჩვენ ცენტრი დაარსდა 12 წელს. 14 წელს ეს ჩამოგიყვანეს 160.000-ად. მას შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ეს სამთავრობო გადაწყვეტილება იყო 10% მომატებოდა ყველა საჯარო მოხელეს, ჩვენ საჯარო მოხელეები ვართ, რადგან შევდივართ კულტურის სამინისტროს შემადგენლობაში, მისი სიპი ვარ. არც შარშან, არც იმის წინ, არც წელს კაცი შვილი არა. აი, მოვიკითხოთ ეს თემა, როგორ არის ეს იმართულება და შესაბამისად მე რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ, დახმარების თვალსაზრისით რა და როგორ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. კეთილი, მივიღოთ ცნობა ეს ანგარიში, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ გაწეული სამუშაოსთვის და ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, მათ შორის არა მხოლოდ კავკასიელ ხალხთა ერთობისთვის და ურთიერთობების ჩამოყალიბების, არამედ ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია აფხაზეთის მიმართულებით და ვიცი რომ თქვენ გაქვთ გარკვეული ბმები, აქტიურობები და ასე შემდეგ, რომ ჩვენი ძმები და დები დავიბრუნოთ და ერთმანეთი დავიბრუნოთ უპირველეს ყოვლისა. კეთილი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დღევანდელი სხდომა დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გაიხარეთ. ასე მოთმინებით მოისმინეთ.